ახლა კი 4 შაბათის ტრადიციული რუბრიკის ფსიქოლოგის რჩევების დროა. დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ თუ რა გავლენას ახდენს სოციალური მედია ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და როგორი განუყოფელი ნაწილი გახდა სოციალური მედია ჩვენი ცხოვრების. როგორია თვით შეფასება, ემოციური მდგომარეობა და ასე შემდეგ. ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად გაიზარდა ინტერესი იმაზე, თუ როგორ აისახება სოციალური მედიის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე. სწორედ ამ თემაზე თითქოს ადამიანები ცხოვრობენ ამ სოციალურ ქსელებში და ცხოვრობენ ამ სოციალური ქსელებისთვის. და აი ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენთან მოსულია სტუმარი, ფსიქიატრი ლაშა კილაძე, რომელიც მინდა რომ მოვიწვიო. გთხოვთ. სალამი. გამარჯობა. იმედია რომ დღეს ძალიან ბევრს ვისაუბრებთ ამ საჭირბოროტო თემაზე, იმიტომ რომ მოგხსენებათ რომ არ არის ადამიანების კატეგორია, ვინც აი როგორც გიორგი მახსენა ამ სოციალური ქსელით ცხოვრობს, სოციალური ქსელისთვის ცხოვრობს და ყველაფერს აკეთებს, რომ გამოჩნდეს, ხო? და რეალობა არის აბსოლუტურად სხვა. რა გავლენას ახდენს სოციალური მედია, ესე ზოგადად რო ვთქვათ, ადამიანის ფსიქიკაზე? დილამშვიდობის. რა თქმა უნდა, სოციალური მედიის როლი ჩვენ არ შეიძლება რომ ერთი სიფრთხით ვნახოთ და ვიქვათ, რომ ესა ერთმნიშვნელოვნად, ვთქვათ, ან მარტო პოზიტიური ეფექტების მატარებელი, ან პირიქით მარტო ნეგატიური ეფექტების მატარებელი. ერთის მხრივ ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობისა. პრინციპში არ არსებობს დღეს არანაირი ინფორმაცია, რომლის მიღებაც არ შეიძლებოდა სოციალური ქსელებიდან. ეს არის საზოგადოებრივი ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, განსაკუთრებით ეს ეხება მოწყვლად ჯგუფებს, რომლებსაც თქვათ რაღაც კონკრეტული პრობლემების გამო და შეხედულებების გამო არ აქვს შესაძლებლობა რომ ინტეგრირებული იყვნენ საზოგადოებაში, არ აქვს შესაძლებლობა რომ თავისი მსგავსი ინტერესების მქონე თქვათ ადამიანები მოძებნო და მასში ინტეგრირებული იყვნენ და ამის შესაძლებლობა სოციალური ქსელი იძლევა შესაძლებლობას ინტერესების მიხედვით გაერთიანდნენ ადამიანებს ჯგუფები. მოკლედ ძალიან ბევრი პოზიტიური დატვირთვა აქვს სოციალურ ქსელს, მაგრამ რა თქმა უნდა პარალელურად აქ იწყება ძალიან დიდი მაგრამ. იმიტომ რომ ის მოცემულობა, რასაც ქვია ციფრული სოციალური ჰიგიენა დღეს ძალიან აქტუალურია, იმდენად, რამდენადაც სოციალური ქსელების გადაჭარბებული დროით გამოყენება მნიშვნელოვანი რისკების შემცველი შეიძლება იყოს. არ მინდა ისე ვთქვათ, რომ ეს აუცილებლად რაღაც კონკრეტულ ვთქვათ დისფუნქციონალსა დარღვევას იწვევს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რისკებთან არის დაკავშირებული და ვფიქრობ, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს, იმიტომ რომ აი იარლიყი იცით, რომელსაც სამწუხაროდ ხშირად მიაკრავენ ხოლმე აი სოციალური ქსელებს, ვინც დღე-დღე არ იყენებს, ის არის რეტროგრადი და 19 საუკუნე და ასე შემდეგ. ხო, ნუ სამწუხაროდ არის ხოლმე ასეთ გვიყვარს ადამიანებს რაც კონკრეტული იარაღების მიკრა, ეს არის ძალიან ბევრი რისკის მატარებელი, ფსიქიკური დისფუნქციონირებისა, სოციალური იზოლაციისა, გარემო სამყაროსთან ადაპტაციის დარღვევისა, კოგნიტიური პრობლემებისა, ადიქციის, დამოკიდებულება, ჩვეულებრივი და ეს პრობლემა ზოგადად უკვე სოციალურ ქსელებს. აი ეს არის ერთმნიშვნელოვანი, დიახ. იმიტომ რომ შემდეგი შეკითხვაც სწორედ აი თვით შეფასებას და ემოციურ მდგრადობას ეხება. რამდენად დიდია გავლენა სოციალური ქსელების და სოციალური მედიის? პირველ რიგში მინდა თქვა სოციალური მედიაც ერთ მნიშვნელოვანი არ არის, ხო? ახლა არ მინდა რომ ყველა რაღაცნაირად სოციალური მედია ეს ფენომენი რაღაც ერთ ფენომენად შევხედოთ, ამიტომ რომ ბევრი სხვადასხვა სოციალური პლატფორმა არის, მაგალითად პროფესიული, ასე შემდეგ, რომელიც აი პროფესიული საქმიანობისთვის რომ ვთქვათ, არის პირველი არჩევის ინსტრუმენტი, მაგრამ რაც თქვით, აი თვით შეფასების
დარღვევასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე შფოთვითი და დეპრესიული პრობლემის განვითარებისა, ეს ბევრი კვლევა არსებობს ამასთან დაკავშირებით და ეს ეხება კონკრეტულ სოციალურ პლატფორმებს, მაგალითად როგორიც არის Instagram-ი, სადაც ხდება ვიზუალური ეფექტების წინაპლანზე გამოსვლა, ხო? ეს უკავშირდება ისეთი ცხოვრების შექმნა, რაც არ არსებობს. აი დერეალისტური რაღაცა ფორმების შექმნა, ეს უკავშირდება ძალიან დიდ რისკს, რასაც ქვია სოციალური შედარებითობის რისკი. ანუ ადამიანი, რომელიც ხედავს ბედნიერ, კარგად ჩაცმულ, ვიზუალურად კარგად ხო, ადამიანს რაღაცა სერიოზული ანტურაჟის ფონზე, მაგალითად, აი, ეიფელის კოშკის ფონზე და ამავდროულად მას არ აქვს ამის სოციალური შესაძლებლობა, რომ ვთქვათ, ასე კარგად გამოიყურებოდეს თუნდაც ვიზუალურად. აი ამ პარიზში გადაიღოს ეს რაღაცა თემა და სოციალური მიკროკლიმატი შეიქმნას, ეს ქმნის სოციალური შედარებითობის დეფიციტის პრობლემას. ანუ ადამიანს უჩნდება თავის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, უკმაყოფილება, არარეალიზებული თვით არარეალიზებული განცდა საკუთარი თავის მიმართ და ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, შფოთვით აშლილობებს, უკავშირდება დეპრესიული ფონის გაძლიერებას და ეს კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არ არის რაღაც ემპირიული დასკვნები, ეს არის ძალიან კონკრეტული კვლევების საფუძველზე, დაახლოებით 30-35% აქტივობების ამ კუთხით უკავშირდება სწორედ ამ რაღაცა საკუთარი არადამაკმაყოფილებლობის, საკუთარი ნაკლოვანების განცდით. აი რა შედეგი შეიძლება დადგეს? აი რა არის რისკი, რა არის აი ბოლო? რითი შეგვიძლია რომ ვუშველოთ ამ ყველაფერს? ანუ რა სახის ტრენინგები უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, ან სოფლიოში რომ ამ პრევენციის მიზნით რა შეიძლება რომ შევთავაზოთ დავუშვათ? ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავუშვათ ციფრული ჰიგიენის თემა, იმიტომ რომ დროის მონაკვეთში, იმიტომ რომ ასევე დადგენილია რომ თუ კი თქვა სოციალურ ქსელებში აქტივობის ფაზა ყოველდღიურად 1-2 საათის განმავლობაში გრძელდება, ეს ნაკლები რისკი შემცველია, ასე ვთქვათ, ვიდრე დავუშვათ 3 საათი და კიდევ უფრო მეტი. არსებობს ასეთი ცნება, ეგრეთ წოდებული ციფრული დეტოქსი, რომელიც გვეუბნება, რომ 1 საათის შემდეგ სოციალურ ქსელებში კარგია თუ 9 საათი მაგალითად ავირიდეთ სოციალურ ქსელებს და განვერიდებით სოციალურ ქსელებს. აი თავი დავანებოთ ფსიქოლოგიურ დისტრესებს, ხო? აი კონკრეტული ელექტრონული гаджеტების გამოყენება ძილის წინ დაახლოებით 1 საათ-საათნახევრით ფაქტებში არ არის რეკომენდებული, იმიტომ რომ არსებული გამოსხივება მოქმედებს ძალიან კონკრეტული ნივთიერების მელატონინის პოეზიაზე, რომელიც ძილის ფაზების დარღვევასთან დაკავშირებული. ამიტომ დაძინებამდე დაახლოებით 1 საათი-საათნახევრით ადრე მიზანშეწონილია, რომ ელექტრონულ гаджеტებს თან ურთიერთობა რაღაცნაირად შევზღუდოთ. და კიდევ ერთხელ ვიძახი, აი დროის ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ველი, სადაც ხდება აი ამ მოცემულობის გატარება, იმიტომ რომ პლატფორმები თავისი შინაარსით შეიძლება რადიკალურად იყვნენ ერთმანეთისგან განსხვავებული, იგივე ვთქვათ, თუ Instagram-ში მოხმარებლის პირობებში ერთი და რეესტრის რისკები ვითარდება, მაგალითად TikTok-ზე, რომელიც სხვა ფილოსოფიას ეფუძნება აბსოლუტურად, შეიძლება მეორე ტიპის რისკები განვითარდეს. ბატონ ლეში, ძალიან მაინტერესებს, რამდენად მოქმედებს აი ვიდეოების შინაარსების ცვალებადობა, ესე ხშირ-ხშირად ადამიანის ფსიქიკაზე. აი მაგალითად ახლა TikTok-ს რო სკროლავთ, ახლა ყველას გვაქვს ეს ქსელი, ხო? Unreels იგივე Instagram-ის, ხო? ავიდა ვიდეო სხვა ჟანრია, ავიდა სხვა ჟანრია. რამდენად მოქმედებს ფსიქიკაზე აი ეს ჟანრების? ერთი თემიდან მეორეზე ცვალებადობა, ესეთ მოკლე პერიოდებში. ბოლოში აუცილებლად უნდა გითხოთ ბულინგზეც, იმიტომ რომ ამის გარეშე ვერ გავალთ. ძალიან სწორი მიგნებაა ამ კითხვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვიდეო კონტენტის და არა მარტო კონტენტის, არამედ აი კადრების ხშირი ცვლილება, ხა TikTok-ს გააჩნია ეს ხო დროის მოკლე მონაკვეთში ინტენსიური ინფორმაცია მოდის. კი. კოგნიტიურ გადატვირთვას იწვევს, ერთნიშნულოვანი შემიძლია გითხრათ, ამის შორს მიმავალი შედეგი რა არის. ამის შორს მიმავალი შედეგი ახლავთ ეგრეთ წოდებული კლიპური აზროვნების ფორმირება, როცა ადამიანი არ შედის კონტენტის სიღრმეში და იღებს იმას, რაც ზედაპირზე დევს.
ამის მოგვიანებითი შედეგი არის ის პრობლემა, რაც დღეს კაცობრიობას უდგას ძალიან ინტენსიურად და სამწუხაროდ მე ვერ ვიქნები ოპტიმისტი ამ მიმართულებაში, რასაც ქვია წაკითხულიდან აზრის გამოტანის პრობლემა. ეს მიუხედავად იმისა, რომ ტრიალებს ხო, რომ საქართველოში ეს სოფლიოს პრობლემა არის. ანალიზის უნარი, ინფორმაციის ანალიზის უნარი, ეს არის უნიშნელოვანესი კომპონენტი აბსტრაქტული აზროვნებისა. აბსტრაქტული აზროვნება არის ის, რითაც ადამიანი არის ადამიანი და განსხვავდება სხვა ბიოლოგიური, ასე ვთქვათ, სისტემებისგან. ხო? აი ეს რისკი დგას, როცა ხდება ინფორმაციის კონცენტრირებულად მოწოდება დროის მცირე მონაკვეთში და ტვინი ვერასწრებს ამის ანალიზს. და შემდეგ უკვე ტვინი ეჩვევა, რომ ამას აღარს უნდა მიყვეს და ზედაპირულ აზროვნებას გება ზედაპირული ასოციაციური კავშირები და მექანიკურად მიდის ეს ყველაფერი. ამას უკავშირდება მე მოლოდინი იმისა, რომ ბევრი ლაიქი მიიღოს, ქცევითი დამოკიდებულება ვითარდება პოზიტივის მოლოდინში და ასე შემდეგ. მოკლედ საკმაოდ ბულინგზეც გითხარით. ბულინგი რა ფენომენია. და კიდევ ისეთი სახის ადამიანები, ვინც თქვათ აბულინგებს სოციალურ ქსელში სხვა ადამიანებს და რეალურ ცხოვრებაში არის სრულიად სხვანაირი. აი ეს რა ფენომენი არის ძალიან საინტერესო. ეს არის ძალიან საინტერესო სისტემა, იმიტომ რომ ერთი შეხედვით აი ჩვეულებრივად ჩამოყალიბებული სოციალური ადამიანები სოციალურ ქსელში აგრესიის ზღვას აფრქვევენ ხოლმე და შეგხვდებიან ესე პირადად და გადაგეხვევიან და აი კიდევ რამდენიმე საინტერესო ფენომენია მაგასთან დაკავშირებით. პირველი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დეჰუმანიზაციის ფენომენი, ანუ ადამიანი სოციალურ ქსელში მეორე ადამიანს ვერ აღიქვამს როგორც ადამიანს, არამედ აღიქვამს როგორც ავატარს. ანუ როცა თქვა სოციალურ ქსელში ერთი ადამიანი ჩააგრავს, აბულინგებს, ლანძღავს, აგრესიას გამოხატავს მეორის მიმართ, ის აგრესიას გამოხატავს არა თავისი მსგავსი ადამიანის სოციალური ერთეულის მიმართ, არამედ ავატარის მიმართ. როგორც რაღაცა ერთ პროფაილს უყურებს. ერთ პროფაილს უყურებს, ის მისთვის მექანიკური წარმონაქმნია. მეორე ეს არის თქვა დაბალი სოციალური ფასი. ახლა ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის ქცევას გარკვეული ფასი აქვს, ხო? მაგალითად იგივე აგრესიულ მოხატებულებას, აგრესიას შეიძლება ქონდეს რაღაცა საფასური თავისი იზოლაციის ან გაკიცხვის ან ასე. სოციალურ ქსელებში ამის განცდა არ არის. ეს ერთი. მეორე ფიზიკური დისტანცირება, იმიტომ რომ ადამიანი ვერ აღიქვამს მეორე ადამიანის ემოციას ამ დროს. მას ვერ ხედავს, აი ეს ტექსტუალური ნაწილია უბრალოდ და იმის უკან რა დგას, იმის უკან რა განცდა დგას. ხო, მაგრამ ნახეთ, ეს ხო არ არის დაუშვათ საუბარი. მე შეიძლება საუბარში თქვენ რაღაცა ისეთი გითხრათ უცბად, სპონტანურად, რაზეც იმ წუთას ვერ, მაგრამ მე დავფიქრდე და ვინანო. და წერა ხო რაღაცა პროცესია. წერ, კითხულობ, აანალიზებ, მე შლი, აკორექტირებ და ეს პროცესში შენ მაინც აძლევ შენ თავს უფლებას, რომ ეს ყველაფერი განმოაცხიო. წამოცდენილი სხვა არის და ეს ხო აქ ნაფიქრია, დაწერილია. აი ზუსტად. აი ამას ვერ ვგებულობ რა ფენომენი. ეს თემა არის, იცით რა, სოციალურ ქსელებში ურთიერთობის მოცემულობა, აი ხო გეუბნებით, დისტანცია დამოკიდებულება იმის მიმართ, რომ მეორე ადამიანთან გაქვს კომუნიკაცია მინიმალიზირებულია. ვერ ხდება ამის პროექცირება. ყოველდღიურ ურთიერთობაში მე მაინც გონია რომ გააჩნია ადამიანს. მე როდესაც რაღაცა წერ, იქ ადამიანს განვიხილავ და იმ წუთას თავწინ მიგება რომ აქ სხვა ფენომენია კიდე რაც უკავშირდება ასე ვთქვათ ანონიმურობის განცდას, როცა ადამიანს აქვს იმის განცდა, რომ აი სოციალურ ქსელში შეუძლია თავის მეტის უფლება მისცეს და პასუხს ამაზე არავინ არ მოსთხოვს. აი ეს ფენომენი არის სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც არის დამოკიდებული ადამიანის ინდივიდუალურ შეხედულებებზე, ველზე და წარმოდგენებზე, იმიტომ რომ ძალიან მარტივია თავისუფლება მიიღო, მაშინ როცა პასუხისმგებლობა არ აქვს. მაგრამ ის რომ პასუხისმგებლობა თავისუფლების აუცილებელი კომპონენტია, ეს ჩვენი შინაგანი სამყაროს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი კვაკუთხედია წეს. ვინაიდან და რადგან ძალიან ცოტა დრო გვჭირდება, აი ესეთი რეზუმის სახით, რა რჩევა შეგიძლიათ, რომ მისცეთ და მოგცეთ ჩვენ ყველას იმისათვის, რომ თავი დავიცვათ იმ სავალალო შედეგებისგან, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ახლა ბოლო 10 წუთია ვსაუბრობ. უნდა დავიცვათ ნორმა.
როგორც ყველაფერში. ყველაფერში საერთოდ კულტურა არის ნორმა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, სოციალური ქსელების დიდი როლის უგულყოფა არ გამოვა და ვერ გამოვა, იმიტომ რომ სისულელეა. დღეს ამას ვებრძოლოთ, მაგრამ ჰიგიენა, ციფრული ჰიგიენა და აი ეს რისკები, რაც ამას უკავშირდება, რა თქმა უნდა იყოს ასე ვთქვათ, უფრო ხშირად გაჟღერებული და უფრო ფართო პლანში გამოტანილი და რაც თავარია მოცემულობა იმისა თუ რომელ პლატფორმაზე და რა კონტენტზე, რა შინაარსობრივ დატვირთვას ვეხებით ამ სოციალურ ქსელებში არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისთავად. და ესეც უნდა ვაკონტროლოთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლაშა. რა გავლენა აქვს სოციალურ მედიას ადამიანის ჯანმრთელობაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ლაშა კილაძე, ფსიქიატრი.